შემთხვევა მე ძალიან ძალიან მომაგონა 1999 წლის 9 აპრილის ამბები და მისი შემდგომი განვითარება. მაშინ საბჭოთა იმპერია, ბოროტების იმპერია, ერების საპყრობილე, რამდენიმე სახელი ჰქონდა ხო იმ მართლა ბოროტ სახელმწიფოს დამპყრობელს, ყველანაირად ცდილობდა გაემართლებინა მის მიერ ადამიანების კვლელობა და ეთქვა რომ არაფერი არ მომხდარა, იქ თითქოს ადამიანებმა ჭყლეტაში ერთმანეთი გაჭყლიტეს და ამის გამო მოკვდა 21 ქართველი პატრიოტი. მეცაც გეტყვით, ყველა ვინც ამტკიცებდა რომ გაზი იქნა გამოყენებული, მხუთავი გაზი, ქიმიური იარაღი სინამდვილეში, ზუსტად ისევე როგორც დღეს კოცები მათ არ ხო უარყოფდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებდნენ საპირისპიროს, მათ ეძახდნენ გიჟებს, რადიკალებს, ანუ Deep State-ის არსებობა მაშინ არ იცოდნენ, თორე ისინიც Deep State-ს დააბრალებდნენ. ხო, მაშინ უკვე საბჭოთა კავშირი უკვე ბოლო დღეებს თუ ბოლო წლებს ითვლიდა და ისე კარგად აღარ უმუშავებდა პროპაგანდა. სხვათა შორის ისეც ნიშანდობლივია, მე ვიტყოდი პირველი შემთხვევა არის, როდესაც ოცნების რეჟიმმა და მათმა რუსმა პატრონებმა ვერ მოახერხეს message box-ის გამართვა. ანუ პრაქტიკულად ყოველ დღე ჩვენ ხედავდით ურთიერთგამომრიცხავ მესეჯებს და ბოლოს გამოვიდნენ და ყველაფერი გამოვიძეთ, კითხვები აღარ არისო. ხო, ოღონდ სინამდვილეში კითხვები კითხვებად დარჩა, იმიტომ რომ თავარ კითხვაზე კიდევ ერთხელ ვამბობ და თქვენს რომ 4 დეკემბერს არ გამოგვიყენებია არაფერიო და მანამდე 28-ში, 29-ში, 30-ში, პირველში, 2-ში ეს ხანგრძლივი ყოველდღიური დარბევები იყო. არა, რომც ეთქვათ 28-დან 4-მდე და 5-მდე რა ხდებოდა, მაინც არ დაეჭა ამათ ერთი სიტყვა არ დაეჯერებათ, ხო? მელამ თავის ყუდი მოწმედ მოიყვანა, ესე ამათი ამბავი. კიდე ერთი შემთხვევა გამახსენა, ეს უკვე უშუალოდ კოც რეჟიმის წლებიდან, როდესაც ეროსი კიცმარიშვილის ეგრეთ წოდებული თვითმკვლელობის საქმე იყო და ეს მეორე შემთხვევა იყო, როდესაც რეჟიმმა რაღაც მულტფილმი გადაიღო, ბრიფინგი ჩაატარა და აი ესეთი იყო ყველაფერიო, კითხვები არ არსებობს და დახურეს საქმე, ხო? აი მსგავსი რაღაცა არის ამ შემთხვევაში, უბრალოდ მასშტაბი ამის არის განუზომლად დიდი და იმპლიკაცია არის მართლაც საკაცობრიო მნიშვნელობის. როდესაც გამოძიებამდე მე დარწმუნებული ვარ რომ მივა აქ ან დაწყებულია უკვე აი რა პირი უჩანს თქვენთვის თქვენი იურისტი ხართ და ამ შემთხვევაში უბრალოდ ვარაუდებზე უნდა დაეფუძნოს. მე ვერ გამოვრიცხავ რომ ამგვარი გამოძიება დაწყებულია. თუ არ დაწყებულა, დაიწყება აუცილებლად ვინაიდან ეს არ არის ფაქტი, რომელსაც აქვს რაღაც ხანდაზმულობის ვადა ან შეიძლება პოლიტიკური პასუხისგებლობით გადაიფაროს. ხო, აი წავა ოდესღაც ოცნება და ჯანდაბას რახან წავიდნენ, აღარ ვერჩით. ეს ვერ მოხდება. ეს არის ფაქტი, რომელიც უნდა გამოძიებულ იქნას, გამოძიებულ იქნება და აუცილებლად დადგება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის საკითხი ყველა იმ ადამიანისა, ვინც ამაში იყო გარეული არა მხოლოდ აქტიური ფორმით, არამედ დანაშაულის დაფარვის ფორმითაც. შესაბამისად, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც რეჟიმს შეუძლია თავისი ერთი დანაშაული მეორედ გადაფაროს. ახლა მაგალითად, სანამ ეს ამბავი გავიდოდა BBC-ზე, ძალიან აქტუალური იყო ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქების საკითხი, როდესაც ისევ საუბარი იყო არა მხოლოდ არა ინვესტიციაზე, არამედ რაღაც გაურკვეველ ფულის გათედრება იყო თუ მაგრამ გაუმჭვირვალე იყო თუ კორუფცია იყო, მაგრამ აი ეს გადაფარეს, ანუ ამ შემთხვევაში ამ ნაწილში ეშველათ, ხო? რომ იმაზე აღარავინ არ ლაპარაკობს, მაგრამ არაფერი არსად არ მიდის, ეს აკუმულირდება.